დიდი მადლობა ბენს, დიდი მადლობა. ვანო ჯავახიშვილი დღეს დილით 10 საათზე გამოვიდა სახლიდან. მივიდა სამსახურში, გაეცნო სცენარს, გაესაუბრა სტუმარს, გამოიცვალა, გაიკეთა გრიმი, შემოვიდა სტუდიაში და მიესალმა მაყურებელს. გამარჯობა მოგესალმათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. რა გავაკეთო, რა ვქნა, რა გავაკეთო, ჩემ თავზე მე თვითონ დავიწყე ჩანაწერების შეგროვება, ვუფრთხილები სუს. ხალხი შრომობს 54,000 ფაილის აკრეფას ახლა შენახო და შენახოს ახლა ეხუმრები ძვირფასო ტელემოყურებელს ზრუნავ უსაფრთხოების სამსახურზე. მოკლედ რო გვეგონა რომ მთავარი არხის სერიალი ოცნების ნამსხვრევები მალე დასრულდებოდა, არა მეგობრებო, ოცნების ნამსხვრევების 54,000 სერიამ გაჟონა სუსიდან. აი ეგეთი ამბავი გვაქვს ძალიან საინტერესო. ქვეყანაში ამ ხელა სკანდალი აქამდე არ ყოფილა, იყო აქამდეც მოსმენები, ჩაწერები, მიყურადება, მაგრამ ხალხო 54,000 ფაილი? თან ყველა აგენტი გაშიფრულია. ეს უკვე ბზარიც აღარაა. ეს არის აი რა გითხრათ, როგორ აგიხსნათ, აი როგორც ლეგენდარული ქუთაისელი სერგია იტყოდა 100 ამ ხელა ნაპრალი 100. ის იტყოდა ხოლმე ეს. გვისმენენ აბსოლუტურად ყველას, წერენ ყველაფერს 54,000 ფაილი ხო წარმოგიდგენთ რამდენია, იმდენი მასალაა, რასაც წინა საარჩევნო და არჩევნების შემდეგ გაუშვებენ, ხო გაუშვებენ ამ ყველაფერზე, რასაც ვერ მოასწრებენ საახალწლოდ გაუშვებენ რუბრიკაში სუსის საახალწლო კურიოზები, ანუ როგორც კურიოზები ცალკე იქნება, ის რაც ეთერში ვერ მოხდა, ხვდებით რა შესაძლოა. ისიც როგორ ნიუანსებში აქვთ ჩანაწერები, აი როგორ აგიხსნათ, აი ვინ როდის გამოვიდა სახლიდან, ვინ როდის შევიდა მარკეტში. მარტო მარკეტში შესვლა კი არა, აი მოლარე როგორ გეკითხება, პარკი გნებავთ? ისიც ჩაწერილი აქვს. ან მოლარე რომ მეორე მოლარეს ეძახის, ნათია, გაუქმების კოდი მითხარი რა. აი ეგეც ჩაწერილი აქვს. ანუ აი ესეთ წვრილმანებსაც იწერე, ყველაფერი ჩაწერილი აქვს. ამ ფაილებიდან ყველაზე დიდი რაოდენობის ჩანაწერები არის სასულიერო პირებზე, მაგრამ საპატრიარქო დუმს. მე არ მესმის კიდე რა უნდა გაგიკეთოთ ქართულმა ოცნებამ, რომ თქვენ ხმა გამოიღოთ. კარგით, არავინ არაფერს ამოთ გასაგებია მესმის, მაგრამ როგორც 2012-ში, ისე ახლაც ერთი მღვდელი მაინც გამოვიდეს და იმან ერთი გამოვიდეს, ერთი მღვდელი და თქვას დაგმე ბიძინა. ერთმა მაინც თქვას. ხო შეიძლება ერთმა, მაგრამ არა. ფარული ჩანაწერების გავრცელების მეორე დღესვე ღარიბაშვილი ეკლესიაში მივიდა და სანთელი დაანთო. ნახოთ ეს ძალიან ისეთი ფოტოს არის, ნახე როგორ იყიდა სანთელი. ნუ ახლა ძირფასო ტელემაყურებლობა ეს ფოტო ისეთი მაღალი ხარისხის არ არის, იმიტომ რომ ხატში ჩამონტაჟებული კამერით იყო გადაღებული და თვითონ ფოტოს ხარისხი არ ვარგა. მთავრობა აცხადეს, რომ ეს ფარული ჩანაწერები ნაციონალების ხელწერაო, ნაციონალები და ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნების ჩაწერილიაო, გახარია იძახის, რომ მეო მაგალითადო ნაციონალებთანაც მაქვს კითხვები და ოცნებასთანო. მოკლედ საქმე იქამდე მიდის, რომ ეს 54,000 ფაილი მერობის კანდიდატ არინზე რიჩარდ ოგბუნუჯის შეეტენება, აი ეს რო არის, რა ქვია, ნიგერიელი, მე მგონი ნიგერიელი ის არის მერობის კანდიდატი თბილისში. ალბათ მაგისი ჩაწერილია ჩემი აზრით, იმიტომ რომ საერთოდ ხმას არ იღებს, გაჩუმებულია. ძალიან უცნაურად არის გაჩუმებული, ასე მგონია. ამ საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ესენი ისე გაიჩალიჩებენ, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება კი არა. შეიძლება მალე სოციალურად დაუცველის დახმარება დაგვიტოვონ და ის დახმარებაც მალე მოგვიხსნან, იმიტომ რომ ივანიშვილის სახლში მასივარი და ფლამენგოები ყავს. ისიც უნდა მოხსნათ. სუსის ფაილებით დგინდება, რომ ქვეყანა იმართება კაკებეშნიკური მეთოდებით, აბსოლუტურად ყველა მოქალაქე აყვანილია კონტროლის ქვეშ. ერთადერთი საზღვარზე ახლა ბოქლომის ჩამოკიდებაღა დარჩა და ჩვეულებრივად საბჭოთა კავშირში ვართ. ლენინის მსგავსად ანმორჩილი ბელადი ჩვენს ყავს და რუსეთის შემადგენლობაში კი არის საქართველოს 20% ჯერჯერობით. ნუ ერთი სიტყვით დროის ამბავია, მიხვდით რა შეასახე. მოკლედ, ამ ქვეყანაში ადამიანს რამე უწესო საქციელის ჩადენა რომ გინდოდეს, არ გამოგივა. ახლა უკვე ზემოდან ღმერთი გაკვირდება და გვერდიდან ბიძინა. ესეა წესი, ესე დალაგდა. ისე ერთ რამეს დავაკვირდი ძვირფასო ტელემაყურებლობა სუსის ამდენ ჩანაწერებში, ერთადერთი ვისი ვიდეო ფაილიც არაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ალბათ ვერ მიხვდით რატომ, ხო? ნუ მე კი მივხვდი, მაგრამ თქვენ ალბათ ვერ. მოდი აგიხსნით, დაგიღეჭოთ, რატო არ არის ბიძინა ივანიშვილის ფაილი აი ამ 54,000 ფაილში.
მე ყოველ პარასკევს გამოვდივარ და მონოლოგს ვყვები. ჩემი ყველა ჩანაწერი გადის ეთერში და ინტერნეტში ხდება, მაგრამ არც ერთი ვიდეო ჩანაწერი არ არის ჩემი ოპერატორის ლაშა თარაევის. რატო ისიც? მე მიღებს, მიხვდი ამ დროს. მე მიღებს თავის თავს კი არა. აი, მიგახვედეთ ხო ახლა როგორ არის? რატომ არ არის ბიზინა ივანიშვილის ფაილები ამ 54,000 ფაილში? მიგახვედეთ ლაშა თარაევის მაგალითს. გაუხარდა სხვათა შორის. როგორც იქნა მოხდა ვანო შოუს მონოლოგში ლაშა თარაევი. აშკარად ვერ აქვს ხელისუფლებას კარგად საქმე, მთავრობას მინდა მივმართო, ხალხს თუ არა, ხალხურ ანდაზას მაინც მოусმინეთ. არ გაგიგონიათ, ფარული კადრებით მოსული ხელისუფლება ისევ ფარული კადრებით წავაო. არის ასეთი ხალხური ანდაზა. უბრალოდ 7 მილიარდით მოსული ხელისუფლება ისევ 7 მილიარდით წავა თუ არა, მაგ საკითხზე ჭოჭმანობს ხალხური სიბრძნე. სუსის სკანდალით და არჩევნების მოახლოებით ისე არეული და აჭრილი ქართული ოცნება, რომ უკვე ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ქმედებებს. 2 დღის წინ ქარელში ოცნების ოფისში სიუჟეტის მოსამზადებლად გაემგზავრა მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია, ოპერატორთან ერთად ქართული ოცნების წევრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ჩემი აზრით ბექამ ერთიდან ვერ გაითვალისწინა ქარელის მერობის კანდიდატი სუსის მიერ გადაბირებული ზაზა გულიაშვილი, იგივე ოსტატი, იგივე ჩლიქოსანი ყოფილა. ეს ჩლიქოსანი და ეს ჩლიქოსანი ყოფილა თურმე მაქცია. ხო და საღამო იყო უკვე და სავსე მთვარეზე საქონლად გადაიქცა, მე როგორც გავიგე. და ამ დროს თავისას ვერ აკონტროლებს თურმე და რქებით მიდის პირდაპირ ადამიანებისკენ. მე ესეთი სიმხეცი არაფერი არ გამიგე. ალბათ უკვე ხვდებით, რომ ესენი თანამდებობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები, ესენი ისე აზიან თავის დაგროვებულ ქონებას, რა ვიცი, ჟურნალისტები კი არა, შეიძლება ერთმანეთს ცეცხლი წაუკიდონ ნაქურდალის კვალის წასაშლელად, ესეთ იმაში არიან მდგომარეობაში. გამხეცებულები არიან, ხვდებით ხო, როგორი სიმხეცე მოდის, რა ქვია, ეკრანიდან. ისე რა საინტერესო ზედმეტსახელია თანამდებობის პირისთვის, რა იწა, ჩლიქოსანი. ქარელის მერობის კანდიდატის ზედმეტსახელია, ქარელში ესე იცნობენ, ჩლიქოსანი. ამ სახელს იმიტომ ეძახიან, რომ საქონლის ქურდობაზე იჯდა. ხედავთ ხალხო, კარიერა პატარა ძროხით დაიწყო და ახლა მთელს ქარელს წველის. ოცნების მერობის კანდიდატები არა მარტო ქარელში, სხვა ქალაქებში სუსის მიერ გადმობირებული აგენტები არიან და ყველას აქვს კოდური სახელები, მათ შორისაა ქუთაისის მერობის კანდიდატი ხახალეიშვილი. ძალიან საინტერესო ზედმეტსახელი აქვს სხვათა შორის. აი ეს უცნაურად ჟღერს ბოცა, აი ესე ქვია. ზედმეტსახელი აქვს მერობის კანდიდატს, აგენტის სახელი, აგენტის სახელი, აგენტებს ყოველას თავის სახელი აქვს ზედმეტი. ბოცა ქვია ამას. იცი რატო ეძახიან ბოცას? არა, იმიტომ კი არა, რომ დიდი და მსუქანი კაცია, უბრალოდ ყველა მთავრობის დროს არის გადმოღებული და ზამთარში ინახება კარგად და ესე ამიტომ ქვია რა ბოცა და ისე. ამოცნება სახელებშიც როგორი ფანტაზია აქვს. აგენტს რო ამბობ, პირველი გაგახსენდება აგენტი 007, James Bond. My name is Bond. James Bond. ოცნების შემთხვევაში სულ სხვა სურათია. ბოცა. My name is ბოცა. იოსებ ბოცა. იოსებ ბოცა. ისე ვიზუალურად თუ დავაკვირდებით, ქუთაისის მერობის კანდიდატს ეთყობა სმა უყვარს. აღნაგოვაც ისეთი აქვს, არ ამგონია შუშის წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის დარქმეოდა ბოცა, უფრო სხვა ამბავი. არა მარტო ქარელი, არა მარტო ქუთაისი, მე ასევე მგონია, რომ ამბროლაურის მერიც გადაბირებული აგენტია ზედმეტსახელად ყისმათა. არ მავიწყდები ის. ჩემს გულში იქნები ყოველთვის, ყოველ პარასკევს სულ ჩემით უნდა არსებობდი ყოველ პარასკევს. ყველგან აგენტები, ყველგან მოსმენები ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ ქვეყანა გადააქცია ერთით ასინეთად, ახლა არა მარტო სუსს, არამედ თვითონ ქალაქის მერებს ექნებათ ყური მოდებული ჩვენ საძინებლებზე. საერთოდ კარგი იქნება, რომ ქართულმა ოცნებამ შეიცვალოს საარჩევნო სლოგანი და დაირქვა სუსი მეტი სექსები ყველა უბანში. აი ესეც კარგი სლოგანი იქნება. რეგიონებში უკვე შეინიშნება ქართული ოცნების მხრიდან წინა საარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდის ფაქტები. ზესტაფონში დასუფთავების სამსახურის უფროსმა პროდუქტების დარიგება დაიწყო,
ესე ადრე იმიტომ დაარიგეს, რომ არჩევნებამდე უკვე აპირებენ რომ ტკბილიც დაურიგონ ხალხს. გააუმჯობესეს წინა საარჩევნო რაციონი, იმიტომ რომ არა მარტივი არჩევნები ხდებით, ხალხი უკვე მენიუს ითხოვს. მიხდი? რომ მიდიხარ, რომ აი პროდუქტები მოგიტანე, აი ცირ არის მენიუ მომიტანე რა და მენიუში უკვე ხალხი მენიუთი უკვეთავს რა უნდა წინა საარჩევნოთ რომ მოამარაგონ ძალიან კარგია. იქ მენიუში წერია კარტოფილი იქნება რაღაცა უფრო გაკეთებული სადილებიც მოაქვთ ჩვეულებრივად. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც არ მეშინია და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან ობიექტურად. რატომ? იმიტომ რომ გავრცელებული ინფორმაციით ამ არჩევნებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დააკვირდება ბელარუსი და უგანდა. ბელარუსი იმიტომ აკვირდება, რომ ქოცებისთვის საჭირო დასკვნა დადოს, ხოლო უგანდა იმიტომ აკვირდება, რომ გაიგოს თვითონ არჩევნები რა არის, რა პროცესია ზოგადად და რას ნიშნავს, რა არის. რა მოძრაობაა, რა ხდება, ხალხი რას აკეთებს ამ დროს და ეს ამიტომ არის უგანდა ჩამოსული. ქვეყანაში ასეთ დაძაბული სიტუაცია სუსის ფაილების გამო საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული და ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განმუხტოს, გამოდის ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს. ეს ყველაფერი არის სისწრუე და გვარამია ტრაპაიძე, ინგა და ნოდარ მელაძე გარყვნილი ადამიანები არიანო. ირაკლი, შენ ჭკვიანად იყავი თორე. შაბათს, აქ, სწორედ აქ, აი ამ სტუდიაში, TV პირველის ცენტრალური გამოშვების ოფისში, ნახავთ ვინ არის გარყვნილი. ირაკლის სადმე არ გადამეყარო თორე შენ თავზე პასუხს არ ვაგებ. მირდები, შენ თავზე არც ერთი გულული არ იარსებებს. თამარ დაუკარი სანამ ბოლომდე ავჭრიდო არ მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც მაქვს ნერვები. აი ესეთი დასასრული მოუხდა ჩემს გადაცემას. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურ დაპარვეს ბენდი გამუნალე პეიში შევდღადელობი.